ღვინოს მარგებელ და სასარგებლო სასმელად და ხთის მარტო ერთი ბუნება და ვერავინ ვერ გვეტყვის რომ აქ ღვინის კეთებაში ბუნებას კაცმა აჯობოს. ბუსენგო, რომლის ღვინის ანალიზები უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა და რომელიც ამ საქმეში ავტორიტეტად ითვლება, თავის მოხსენებაში ამბობს, რომ თუმცა მეცნიერებამ ამ უკანასკნელს დროში ბევრი რამ ახალი აღმოაჩინა, მაგრამ ძნელად ითქმის, რომ შესაძლოა იყოს ბუნებურ ღვინის მსგავსი რამ, განგებ გააკეთოს ადამიანის ოსტატობამ და ხელმაო. ეს არის ილია ჭავჭავაძის სტატიის ამონარიდი, მას მოჰყავს თავის მხრივ ციტატა ფრანგი მეცნიერის ქიმიკოსის ჟან ბატისტ ბუსინგოს, რომელიც სოფლის მეურნეობაში მუშაობდა და რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული იმ პოლემიკაში, რაც ჯერ კიდევ აი ამ პერიოდის საფრანგეთში მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩაღდა, ესე ვთქვა და დღემდე ძალიან მწვავეა, მათ შორის საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყანაში და ჩვენთანაც საქართველოში. საერთოდ რა არის ღვინო, რა არის ბუნებრივი ღვინო, ეს არის ბუნების პროდუქტი, თუ ეს არის ადამიანის ოსტატობის და მისი ხელის პროდუქტი. და აი ამ ძალიან საინტერესო ინფორმაციულ და მე ვფიქრობ ფილოსოფიურ საკითხზეც ვისაუბრებ ჩვენ დღეს